ნივთიერება ქლორობენზილიდინ მალონიტრილი და პროპილენ გლიკოლის გამხსნელი ხსნარი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ვერსიით ეს ნაერთები გამოიყენა შინაგანსაქმეთა სამინისტრომ 2024 წლის 4-5 დეკემბრის ღამით ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქციის დასაშლელად. უწყების ამ განმარტებას არ ეთანხმებიან ხელისუფლების ოპონენტები. ოპოზიციური ლელოს კოალიცია მოითხოვს სუსში მიმდინარე გამოძიების პროცესში საერთაშორისო ექსპერტები ჩაერთონ. ამასთან ექს-პრემიერ-მინისტრის გიორგი კახარიას პარლამენტში შესული პარტია საკანონმდებლო ორგანოში მოითხოვს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას. ოპოზიციური გაერთიანება არ ენდობა არც ქართული მართლმსაჯულების სისტემას და არც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პოლიტიკურ დამოუკიდებლობას. თუმცა ამავე დროს ბოლომდე არც მე-11 მოწვევის პარლამენტის ლეგიტიმაციას აღიარებს. მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება ცდილობს ექსტრემალური ტემპებით სწრაფად გვაჩვენოს, რომ გამოიძია ეს საკითხი დეტალურად, იმ ბრიფინგმა, რომელიც გაიმართა სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში და რომელმაც დაანონსა ეგრეთ წოდებული გამოძიების დასრულება, კიდევ მეტი კითხვის ნიშანი გამოიწვია ქართულ საზოგადოებაში. ერთადერთი გზა, რომ ეს კრიზისი იქნას დაძლეული, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, წინაზეც ეს ვთქვი და ახლაც გავიმეორებ. ახლა არ აქვს მნიშვნელობა ვინმეს პოლიტიკურ გემოვნებას, რადგან საქმე ეხება საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობას და იმას, რომ ხელისუფლებამ შესაძლებელია გამოიყენა ისეთი ქმედებები მიტინგის დასაშლელად, რომლის გამოყენებაც უბრალოდ არაადამიანური არის. ამიტომ ამ კრიზისიდან გამოსავალი არის პროცესის ღიაობა, რომელშიც უნდა დადგინდეს, რა პროცედურები იქნა განხორციელებული, იქ შეიძლებოდა თუ არა რაიმე მინარევის გაკეთება წყლის ჭაულში. ეს მინარევი ნივთიერებები მაღალი ტოქსიკურობის იყო თუ არა, ამ კითხვებზე პასუხი გაეცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მთელი ეს პროცესი იქნება ღია და ამაში უცნაური არაფერი არ არის, ასეთი საერთაშორისო სტანდარტი ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში საერთაშორისო სტანდარტი ამბობს, რომ ესეთი გამოძიებები უნდა იყოს ღია და მეორე და მნიშვნელოვანი და აქტუალურად რჩება იმისათვის, რომ საქართველოს მოქალაქეების ნდობა პროცესისადმი არსებობდეს ამ პროცესში საერთაშორისო ექსპერტების ჩართვა, კონკრეტულად კი ქიმიური იარაღის აკრძალვის მსოფლიო ორგანიზაციის ჩართვა. ოპონენტთა კრიტიკის საპასუხოდ მმართველი პარტია განმარტავს, რომ სუსმა 6 დეკემბრის ბრიფინგით ყველა კითხვას ამომწურავად უპასუხა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ჩატარებული გამოძიება სარწმუნოა შინაგანსაქმეთა მინისტრის მოადგილისთვისაც. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჩაატარა სრულყოფილი და დეტალური გამოძიება 160-ზე მეტი საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა, 90-მდე პირი გამოიკითხა, ჩატარდა ექსპერტიზები, გამოთხოვილია ყველა შესაბამისი რელევანტური დოკუმენტაცია, რაც აუცილებელი იყო ამ საქმის გამოძიებისთვის და დადგინდა ის, რომ შინაგანსაქმეთა სამინისტრომ იმოქმედა კანონის შესაბამისად და ის ნივთიერებები, რაზეც იყო საუბარი, თითქოს ეს იყო აკრძალული და შეიცავდა ნივთიერება კამიც, რომელიც პირველი მსოფლიო ომის შემდეგ არის აკრძალული, არ დადასტურდა ეს ფაქტი, რაზეც აქამდე ვსაუბრობდით. შესაბამისად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თავისი გამოძიების ფარგლებში ყველა კითხვას გასცა პასუხი. შესაბამისად, აქ უკვე სპეკულაციები აღარ არსებობს და დადასტურდა, რომ BBC-ს გამოძიებაში მოცემული ფაქტები იყო მტკნარი სიცრუე და საერთოდ არ შეიცავდა სურათს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ დამატებითი შეკითხვები აღარ დარჩა. ზუსტად ვიცით რა იქნა გამოყენებული, ზუსტად ვიცით, რომ ადამიანების ჯანმრთელობის დაზიანება გრძელვადიანი აი ამ რაღაც მოკლე პერიოდს თუ არ ვიგებთ ხედულობაში, არ მომხდარა ჯანმრთელობის დაზიანების ხასიათი, ფორმა არის ის, რომელიც სამწუხაროდ არაერთ დემოკრატიას ახასიათებს, როდესაც უმართავი პროცესები ვითარდება და ექსტრემისტულ მოძრაობის განვითარებას, გაფართოებას საფრთხე დგას. იყენებენ გარკვეულ რესურსებს, მატერიალურ რესურსებს, პოლიცია, სამართალდამცველები, სამწუხაროდ არის ისეთი შედეგი, რომელსაც ქვია ცრემლდენა, სუნთქვის პრობლემების შექმნა, მაგრამ რეალურად აი ესეთი ჩემი აზრით არასასურველი ჯახი გამოწვეულია სპეციალურად იმისათვის, რომ ამას მოყვეს ადამიანების დაზიანება. საქართველოს რეალობაში ეგრე მოხდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით უწყების მიერ 2-დან 1 სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დასრულებულია. კერძოდ, საუბარია სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების შესაძლო შემთხვევაზე.
სუსი ახლა მხოლოდ უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას იკვლევს, რომელთა სამიზნენი არიან მათ შორის BBC-ს მიერ მომზადებული საგამოძიებო მოსალის ფარგლებში ჩაწერილი რესპონდენტები. ვიდრე ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ქართული ოცნებისგან მოითხოვენ საგამოძიებო პროცესში ჩართონ საერთაშორისო ექსპერტებიც, ხელისუფლების ოპონენტებისთვის ეროვნულ დონეზეც რჩება პასუხგაუცემელი კითხვა, რა გამოიყენა შინაგანსკმა სამინისტრომ 2024 წლის 28 ნოემბრიდან 4 დეკემბრამდე ღამის პერიოდში საპროტესტო აქციებზე.